გუშინ მამა გაბრიელის სენების დღე იყო გუშინ და გუშინ სამთავროში ვიყავით იქ დავესწარი წირვას და მთელი წირვის განმავლობაში ფიქრობდი ერთ რამეზე რომ ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ მართლა ვერ ვაცნობიერებთ რომ რამხელა წმინდანი გვაჩუქა ღმერთმა აი მართლა კიდევ ამის გააზრება ჩვენ ქართველებს არ აქვს ჯერ კიდევ ვხვდებით რომ რამხელა წმინდანია მამა გაბრიელი თოჩადაგანესათვის და გუშინ მამა კირიონი მელაპარაკებოდა მე როცა ზიარება მიმდინარეობდა ტაძარში მე და მამა კირიონი საუბრობდი და მამა კირიონი მიყვებოდა იმიტომ მამა კირიონი მამა გაბრიელთან გაიზარდა სუმასთან იყო და მიყვებოდა მის სასწაულებზე რა გასაკეთებდა და ამ ყველაფერს საუბრობდა მამა გაბრიელი და უცებ მამა კირიონი მითხა ესეთი რაღაცა საოცარი რამე მამა კირიონი ამაზე არ ვფიქრე არასოდეს წარმოიდგინე მამაო მე და შენ როგორი ბედნიერი ადამიანები ვართ და თუ ჩვენი თავობა ვიც ახლა ცხოვრობდა ქვეყანაში რომ ორ უდიდეს ადამიანს მოგვასწრო ღმერთმა ჩვენ ეპოქაშიო პატრიარქსო და მამა გაბრიელსო ეს ორი ადამიანი ამ ქვეყანას ღმერთმა აჩუქალა ერთი სუსხვა ხასიათი და სუსხვანაირად გამოვლინი საკუთარი თავისა და მეორე სუსხვა მდგომარეობით და ეს ერისთვის არის უდიდესი წყალობა საოცარი წყალობა აი აქედანაც ჩანს რომ ამ ორი დიდი ადამიანი ჩანს რომ დედაღვთისმშობლის წილხვედრია ეს ქვეყანა და მართლა რომ გუშინ რო ვიდექი წერილზე ფიქრობდი რომ ამ ქვეყანას ვერაფერი ვერ მოერევ ამ ქვეყანაში არასოდეს აი როგორ მჯერა როგორც თქვენ გიყურებთ ისე რომ არასოდეს ეს ქვეყანა საქართველოს არ მიიღებს ღვთის საწინააღმდეგო არანაირ კანონს რაც ღმერთს ეწინააღმდეგება რაც ღმერთის საწინააღმდეგოა იმას ქართველიერი საქართველოს არასოდეს არ მიიღებს იმიტომ რომ გამორიცხულია იმიტომ რომ ეს წმინდანები ეს ადამიანები ტყუილა არ ყოფილან ამ ქვეყანაში და არ მოსულა და მამა გაბრიელი ტყუილა ამ ქვეყანაში არ ყოფილა ამ ბოლო საუკუნეში და ეს ჩვენი საჩუქარია ღვთისაგან და წარმოიდგინე 30 მღვდელი იყო უცხო მღვდელი იყო ჩვენ წირვაზე გუშინ და სხვადასხვა ქვეყნებიდან და თავის სამრევლოებიდან ავსტრიიდან იყო ჩამოსული ერთი სასულო პირი პოლონეთიდან იყო ჩამოსული სასულო პირი საბერძნეთიდან იყვნენ ძალიან ბევრი სასულო პირები ჩამოსულები ციმბირიდან იყო საიდან ჩამოსული ადამიანი ბელარუსიდან შვედეთიდან იყო ჩამოსული შვეიცარიიდან იყო ჩამოსული სასულო პირი და ვერ ჩამოვკი იმდენი ხალხი იყო ჩამოსული ყველა სხვადასხვა ქვეყნებიდან და ყველა იყო სავსე სამრევლოდ ჩამოსული თქვენ წარმოგიდგენთ რომ ახლა ჩვენ ესე მარტივად უყურებთ ამას და მამა კირიონი მიყვებოდა ესეთ რამეს რომ წარმოგიდგენთ მამა გაბრიელი ამბობდა ესეთ რამეს რომ ეს თანხმობის როგორი ხმა ქონდა რაღაცა ეს ლაპარაკობდა და იქიდან მეუნებიანო ზევიდანო იქიდან მეუნებიანო მათ მოხდა რა იციანო ყველაფერი რომ შენ შესახებო თელი მსოფლიო გაიგებს ყველა მართლმადიდებელი გაიგებს შენ შესახებო და მარტო კი არ გაიგებენო ჩემს სახებო ყველგან იქნება ჩემი ხატები ეს ფრეზია მოხდა ყველგან იქნება ჩემი ხატები ყველა ქვეყანაში ჩემი ხატები იქნება არ იქნება ადგილი სადაც მე არ ვიქნები ყველგან იქნება ჩემი ხატები და ყველა მე პატივს სცემს ოღონდ იმათ რა იციან ეს ესენი ტყუებენ აგერ ყველაფერს ზევიდან ყველაფერს ტყუებიან თან ეს ეტყოდა ხოლმე წარმოიდგინე ამო და მაშინ ვფიქრობდი თუ ჩვენ წარმოვიდგინეთ 90-იანი წლები დენი არა ქვეყანაში შუქი არა მამა გაბრიელის შესახებ კი არა საქართველოს არ იცი ჯერ კიდევ არა საქართველოს ჯერ კიდევ რუსეთი გონია ხალხს არ მოიდგინე რომ ეკითხები ქართველი ვარ ისა ხარ გეკითხებიან ესეთი მდგომარეობაა წამდე არაფერი არა და მამა გაბრიელის შესახებ გაბრიელ სამთავროს გაიცნობს ყველანი ამბობდა ეგეთ რამეს და ესენ ჩვენ გაოგნებულები ვიყავით როგორ შეიძლება მსგავსი რამე ესეთი რამე ხო წარმოუდგენელია თანო მჯეროდა მამა გაბრიელს და თანო როგორ გინდა მსგავსი რამე დაიჯერო ესეთი რამე როგორ დაიჯერო თელი მსოფლიო გაიგებს მის შესახებ და წარმოვიდგინეთ ახლა აი ჩვენთან ადრე გახსოვთ ერთი წლის წინ მამა იყო ჩამოსული ჯორჯიის შტატიდან და მასთან ერთად იყო მამა გაბრიელი ჩამოსული მღვდელი რომელიც აიკვეცა მამა გაბრიელის სახელზე მონაზმა წარმოიდგინეთ ამერიკაში ჯორჯიაში წარმოიდგინე აკვეცა მამა გაბრიელის სახელზე და ჩვენთან აქ სტუმრად იყო ჩვენთან იმსახურა და ვიმეს წარმოიდგინე ფინეთში მყავს გავიცანი ახლა მე ადამიანს არ ვიცნობდი ფინეთში იყო ერთი ათეისტი ადამიანი თავის ცხოვრებით ცხოვრობდა რაღაც ესეთები და მამა გაბრიელი გამოეცხადა ფინელს წარმოიდგინე ჰელსინკში გამოეცხადა მამა გაბრიელი და დაელაპარაკა მამა გაბრიელი და ეს ადამიანი წარმოიდგინე მოექცა გახდა მართლმადიდებელი სწავლობს ქართულ ენას უკვე ლაპარაკობს კიდევ ქართულად ეს ფინელი ახალგაზრდა ბიჭია მე ჩამოსული ყავ ჩვენთან მე მზოვრეთში გავუშ მამათა მონასტერში და მე მეუფესთანაც იყო მეუფებრენ აი საოცარია წარმოიდგინე და დღეს არის მონაზონი ბერია და მამა გაბრიელის სახელზე აღკვეცილი და მამა გაბრიელის სახელზე აღკვეცილი ესეთი რამე უბრალოდ ახლა ჩვენ ესე ამას მარტივად უყურებთ ახლა წავ დედამიწაზე მართლა რამდენი წმინდანი ყავს დედამიწას მართლმადიდებლს ვით უმეტეს და ძალიან დიდი წმინდანები და თქვენ წარმოგიდგენთ ესე იგი როგორი დამოკიდებულება აქვს რომ ადამიანებს ესეთი რაღაცები ემართება